ახლა ვარ მარტოხელა დედა. მარტო ჩემს შვილს და ვარ. მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი თანამედროვე მერხი, მე მის წამყვანი ანა ვარ. ჩემთან არიან ჩემი მოსახლეები ორიანი. დღეს ვისაუბრებთ ჭორაობაზე, ოღონდ არა ჭორაობაზე ზოგადად, არამედ ჭორაობა სკოლაში, როგორც ასეთი. პირველი კი ასეთი კითხვა მაქვს. Ani, ყველაზე მეტად რა აბსურდული ჭორი მოუგონიათ შენზე? ჩემზე ესეთი ჭორი გამიგია, რომ მე ვითომ ყავს, ოღონდ ეს სკოლაში, კონკრეტულად სკოლაში არ გამიგია ეს ჭორი. მაგრამ ვითომ ყავს მე ქმარი, ვარ გათხოვილი. ყავს შვილი. მე ქმარს უნდა გავშვერებულ არ კიდევაც, ან როდის მოვასწარის, პატარა საქმე არ ვიცი, მაგრამ გავშვერებულ არ კიდევაც მე ქმარს. ეხლა ვარ მარტოხელა დედა. მარტო ჩემს შვილს და ვარ. ოკეი. ასეთი ჭორი გავიგე. რამდენი წლის ხარ? 15-ის. და ოღონდ ეს მე გავიგე, როცა ვიყავი 13 წლის და 13 წელს შემდეგ რაღაც მოვასწარე. ოჩახ ნამდვილად. ახლა ცხოვრება განვლი. აი, არსებობს თუ არა სკოლაში კონკრეტული ადამიანთა ჯგუფი, რომლებზეც ყველაზე მეტად ჭორაობენ? როგორც სკოლაში ხდება, მსგავს რაღაცები არის. ჯგუფები რაღაც გარკვეული არ არსებობს, მაგრამ აი შეიძლება ვინმე კონკრეტული ადამიანი იყოს, რომელზეც ჭორაობდნენ. მაგრამ რატომღაც ამ პიროვნებას გონია თავი რაღაც საოცრება და აქედან გამომდინარე არც ფიქრობს, რომ ეს ჭორები შეიძლება რაღაც მხრივ მართალი იყოს. ანუ იმას გულისხმობ, რომ ეს ადამიანი ისეთ მეტად იფასებს თავს და გონია, რომ ანუ ვიზეთ ჭორაობენ, ხო? და ეს ჭორები რაღაც მხრივ მართალია ხოლმე, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. გონია, რომ პირკით კარგია, რომ მასე ჭორაობენ? არ ვიცი, უბრალოდ გონია არც იცის საერთოდ რომ ჭორაობენ. Ani, როცა კლასელს რამეს უყვები, აი გაქვს თუ არა იმის შიში, რომ შეიძლება ცოტა ხანში ეს ყველაფერი ბევრმა ადამიანმა იცოდეს. არა, არ მაქვს შიში, იმიტომ რომ ძალიან სანდო და ერთგული კლასელები მყავს და როცა რაიმეს ვუმხელ, ისევ ჩვენ შორის რჩება. Ani, შენ აი გაქვს თუ არა ხოლმე იმის შეგრძნება, რომ აი რაღაცას უყვები და აი ნეტა ეს არ მეთქვა, იმიტომ რომ შეიძლება მთელმა კლასმა, მთელმა სკოლამაც კი იცოდეს. ზოგადად არა მარტო ჩემ კლასელებთან, არამედ სხვა პროფესორებთანაც ვიკავებ ხოლმე თავს, რომ ჩემ პირად ცხოვრებაზე ვილაპარაკო. და შესაბამისად არ ვამბობს გავს რაღაცებს. იმიტომ რომ მაინც არ ვენდობი, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი ერთად მოვდივართ და უმეტეს დროს ერთად ვატარებთ, მაინც ვერიდებ ხოლმე. სიფრთხილე გიჩვენია, ხო? იმასაც გავთვალისწინებთ, რომ შენი კლასელია და შენზე უფრო მეტი იცის, ვიდრე შეიძლება სკოლის გარეთ სხვა ადამიანმა იცოდეს. შეიძლება ეს შენი პირადი რაღაც ინფორმაცია უფრო ცუდად გამოიყენოს შენ საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ დღეს თუ თქვათ შეიძლება ძალიან ახლოს ხართ, არ ნიშნავს, რომ მომავალშიც იგივენერად იქნებით და შეიძლება შემდეგ ეს ინფორმაცია მათ ცუდად გამოიყენონ, ხო? რა არის ის მთავარი ნიშანი, რითაც ხვდები, რომ ადამიანს არ უნდა ანდო ინფორმაცია? იმ ადამიანებს არ ვენდობი, რომლებიც რომლებთანაც მეგობრობენ, იმ ადამიანებზე მოდიან და ჩემთან განიხილავენ თუ იმან რა მოუყვა და იმაზე რომ ჩემთან ჭორაობენ. ანუ ვიცი რომ ეს ადამიანებთან ძალიან შორს უნდა ვიყო და ჩემი პირადი არ უნდა გავანდო. თუ საკუთარ მეგობრებს ღალატობენ, შენ რითი ხარ გამონაკლისი? ანუ მეც ძალიან მარტივად გამყიდიან და ჩემზე ძალიან ისე თავისუფლად ისაუბრებენ ჩემსთან ისეთ ინფორმაციაზე. და რომ გონია რომ აი ძალიან სანდოდ გავანდე და არავის არ ეტყვის, ნამდვილში შეიძლება მეორე დღეს ყველა მიცოდეს. Ani, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა შენზე, ან შენ რომელიმე ნაცნობზე, თუნდაც სხვა სკოლელზე, მასწავლებელს მე ჭორი დაუჯერებია მასზე. და შემდეგ ამის გამო მათ ან შენ ურთიერთობა გაგფუჭებია მასწავლებელთან. არ მქონია ეს განსხვავება. შენ Ani? არა, ჩვენ ზოგადად ძალიან კარგი მასწავლებელი ყავს, ჩვენი დამრიგებელი არის ძალიან კარგი ადამიანი მართლა და თავის საქმის პროფესიონალი. და თან ჩვენს იმ ადამიანთან ძალიან მეგობრულად და თავისუფლად და გახსნილად ვართ. ამიტომ ესეთი შემთხვევა არ ყოფილა ჯერ ჩვენთან. Ani, შენ თუ შეუყვანე ხარ რომელიმე შეცდომაში, აი ვინმეს რაიმე ჭორი უთქვამს შენთვის და იმ ადამიანზე შთაბეჭდილება გაგფუჭებია, მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც იჭერავეს მასზე. იმ მსგავსი შემთხვევა მქონია რომ იჭორავეს ერთ პიროვნებაზე და მე როდესაც უფრო კონტაქტში შევედი მასთან და
უფრო გავიცანი როგორც პიროვნება, მივხვდი რომ მეგობრული იყო, მართლა შეეძლო ადამიანთან მეგობრობა, მის პატივისცემა, მაგრამ რაღაც გარკვეული ჭორებიდან გამომდინარე რაღაც გარკვეული ინფორმაციები მართალი აღმოჩნდა. შემდგომ იძულებული გავხდი რომ დისტანცია დამეჭერა ამ ადამიანისგან, თორე ისე მეგობრულად და ასე შემდეგ ჩვეულებრივ კარგი პიროვნება. შენ ანი იმ ადამიანთან მეგობრობ, რომელზეც ესეთი წარმოდგენა შემქმნი, ანუ თავიდან როდესაც ახალი ჩამოსული იყო და ახალი გადმოსული იყო ჩვენთან სკოლაში, ყველა ძალიან ცუდად უყურებდა ამ ადამიანს და ყველა იზახდა რომ სამდვილის ძალიან ამპარტავანი არის და ყველა ძალიან ზევიდან უყურებს, მაგრამ სამდვილში როცა დავახლოვდით და დავმეგობრდით, სულ სხვანაირი აღმოჩნდა და ახლა საუკეთესო მეგობრები ვართ. ანი შეგიძლია გაიხსენო სკოლის ყველაზე სკანდალური ჭორი. ზოგადად ისეთი ადამიანი ვარ, რომ ბოლოს ვიგებ ყველა ჭორს. არ ვიცი. ან შენი უსაფრთხოების მიზნით? ხო. თავში შენ ანი მე რომ მოვყვე ის ჭორები რაც ვიცი, აი უბრალოდ დაგვიჭერენ, ამიტომ მოდი თავს შევიკავებ, ჩემი უსაფრთხოებისთვისაც და ყველა უსაფრთხოების, ამიტომ მოდი თავს შევიკავებ. შენი აზრით აი ყავთ თუ არა მასწავლებლებს ფავორიტი მოსწავლე, რომელთან ერთადაც ჭორავენ სხვა მოსწავლეებზე? ჩემი ნაცნობებისგან და სხვა კლასისგანაც, სხვა კლასის ბავშვებისგანაც უბრალოდ გამიგია, რომ ყავთ ერთი ფავორიტი მოსწავლე, რომელთანაც ყველა ბავშვს ჭორავენ და ნიშანზეც არის ხოლმე ხშირად, რომ იმ ბავშვს უფრო მაღალ ნიშანს უწევენ, რადგან მასწავლებელთან არის კარგად. ჩვენი მასწავლებლები არიან ყველანი ძალიან კარგები, მეგობრულები და ყველა ასე რა თქვა თანაბრად უყარვართ. განსაკუთრებით ჩვენს დამრიგებელს, რომელიც აი ყველა ბავშვთან ჩვენ კლასში, ვინც ვართ, ყველასთან არის ძალიან მეგობრული და ერთმანეთს არ განგვასხვავებს ასე ვთქვათ ერთმანეთისგან, რომ ის უფრო მიყვარს, ეს უფრო მიყვარს, ეს არ არის. ძალიან მიხარია, რომ ესეთი მეგობრული ურთიერთობა გაქვთ და მსგავსი არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ მე პირადად სხვა მოსწავლეებისგან გამიგია. რომ მასწავლებელს ამჩემებული ყავს ერთი ბავშვი და რატომღაც ამ მოსწავლემ სხვა მოსწავლეებზე ისეთი ინფორმაციები იცის, რაც მხოლოდ მასწავლებელმა უნდა იცოდეს და ფიქრობ არასწორია. ანი, როგორ ფიქრობ, აი, სკოლის დამთავრების შემდეგ სასკოლო ჭორები და სკანდალები, ასე ვთქვათ, ისევ მნიშვნელოვანი იქნება? ეს ჩემი აზრით დამოკიდებულია თვითონ ჭორზე. რაზეა? თორე ზოგადად ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს თავიანთი წარსული. მაგრამ უფროსების საუბრიდან გამომდინარე, ხშირად მქონია ხოლმე ისეთი შემთხვევა, რომ თუნდაც ჩემი მშობლები თავის მეგობრებთან რომ საუბრობენ, ხშირად იხსენებენ მსგავს მომენტებს, ჭორებს და ასე შემდეგ. მაგრამ უფრო ეცინება თამაზე და რაღაცა სერიოზულად აღარ აღიქვამენ. თან ვფიქრობ, რომ არც არის სწორი ბავშვობის ასაკში, თუნდაც რაიმე გაფუჭებულის შემდეგში გახსენება, იმიტომ რომ მაინც ბავშვები არიან და მეტი ეპატიებათ ჩემი აზრით. თან შეცდომებით ვსწავლობთ. ანი, გქონია თუ არა შემთხვევა, რომ სხვისი მოყოლილი ამბავი, ან ცოტა შეგილამაზებია, ან ცოტა სხვანაირად მოგიყოლია, იმის გამო, რომ რაღაცისთვის მიგეღწია. ზოგადად როცა ჭორს ვიგებ ხოლმე, ვცდილობ რომ კარგად გავაანალიზო, სანამ ვინმესთან ამას ვიტყვი. მაგრამ როდესაც ვყვები, ვცდილობ რომ არც შევალამაზო, არც რამე დავუმატო, არც დავაკლო, იმისათვის რომ ეს ინფორმაცია უფრო კარგად გადმოცე, ვისაც ვეუბნები. და ძალიან არ მიყვარს ხოლმე, როცა ამატებენ ზედმეტებს, რომ რაც არ მომხდარა იმას რომ იძახიან და ამავდროულად იმასაც ვცდილობ რომ ამ რაღაცა ჭორიდან გამომდინარე ის პიროვნება უფრო გავამართლო და შევეცადო რომ მიზეზი გამოვიტანო ამ ჭორის და რამე ზედმეტი არ მოვუგონო. Ani, როგორ ფიქრობ, როცა ვინმეზე ძალიან ბევრს ჭორავენ. შენი აზრით, მაინც და მაინც ეს ადამიანი დამნაშავე თუ შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს, მაგალითად შური. ანუ ზედმეტად კარგი იყოს ეს ადამიანი და ამის გამო უცდილობდნენ რომ ცუდი მოუგონონ. ჩემი აზრით, ვისაც ჭორებს უგონებენ, იმ ადამიანის შურთ და რადგან აი რაღაც თვითონ წარმატებას ვერ მიაღწიეს, რაც იმ ადამიანმა მიაღწიან, რაც იმას აქვს, ამ ადამიანს არ აქვს, მაგის გამო უგონებენ სხვადასხვა ჭორებს და ძალიან საშინელ რაიმებს. ანუ ამით ცდილობენ რომ თქვათ ეგო დაიკმაყოფილონ რა? ანუ ძირითადად ესეთი ადამიანები არიან ძალიან ბოხმიანები და შურიანები და თუ ვიღაცას ცუდს გაურცელებენ, იმით რაღაცა თავს კარგად გრძნობენ, რომ აი ესეთი ცუდი არის ეს ადამიანი და მე კარგი ვარ და
თავის რაღაცა ეგოს იკმაყოფილებენ. კი, ზოგადად ადამიანები, რომლებიც სხვებზე ჭორაობენ, ზოგადად სხვისი ცხოვრებით რომც არიან დაინტერესებულები, ძირითადად ძალიან დაკომპლექსებული ადამიანები არიან, ხო? იმიტომ თავის რაღაც წარმატებას ვერ მიაღწიეს და მაგიტო სხვასაც არ უნდა რომ სხვაც ბედნიერი და კარგად იყოს და ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც ჭორაობენ და სხვებს უაზროდ აი ზოგადად რო ჭორაობენ ეგეც ძალიან ცუდია, მაგრამ სხვებს რომ უაზროდ ცუდ ამბებს ურცელებენ ასეთი ადამიანების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს აი გეჯავრება ესეთი ადამიანები თუ გეცოდებო? როგორც პიროვნება მეცოდება. იმიტომ რომ მეტი საქმე არ აქვს, სხვა რაღაცით არ შეუძლიათ დაკავება. თავისი ცხოვრება არ აქვს და მეორეს მხრივ მეჯავრებიან, მეზიზღებიან, იმიტომ რომ ესეთი ადამიანი არა მარტო შენზე იჭორავებს, არამედ გიღალატებს. შენზეც გავრცელებს ბევრ კალბ ინფორმაციას, იჭორავებს, იმედებს გაგიცრუებს. ასეთ ადამიანებთან დისტანცია მოქვს ხოლმე და ვცდილობ რომ საერთოდ ხმაც არ გავცე. არ მყავს ესეთი მეგობრები. ხო, ალბათ დისტანცია ყველაზე სწორი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში. ნუ შეიძლება ესეთი ნაცნობები მყავს, მაგრამ ჩემთვის მეგობრობა უფრო სხვა არის და ვერ დავაქვემ მათ, რომ მეგობრები არიან მოკლედ. Ani, შენი აზრით აი რატომ არის რომ არქს თქმის არ ყვებიან ხოლმე ადამიანები ერთმანეთზე, მაგრამ აი საკმარისია რომ რამე შეგეშალოს, მაშინ ყველა მიცის. ჩემ ეს ადამიანის ბუნება არის, რომ აი შეიძლება ძალიან ადამიანმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწიოს, ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთოს, მაგრამ იმაზე არცერთ არაფერი არ მოყვნენ თავის სიკეთეებზე და რაღაცეებზე, მაგრამ აი როგორც კი რაიმე შეცდომას დაუშვებს, ეგრევე გააკრიტიკონ და რა ვიცი, ძალიან ისეთი ცუდი ჭორები გაუვრცელო. Ani, ხედავ რომ შენ მეგობარზე ჭორაობენ. Ამ დროს როგორ მოიქცევი? უბრალოდ ამის შესახებ შენს მეგობარს მოუყვები, რომ აი შენზე ესეთები თქვეს, თუ ჩაერევი და ეცდები რომ საუბარი დაასრულებინო. ქონია მსგავსი შემთხვევა, რომ ჩემს მეგობარზე ჭორაობდნენ და იმ მომენტში მაშინვე გადავწყვიტა, რომ ამ ადამიანს დავპირისპირებოდი. და პირდაპირ უთხარი რა თქმა უნდა ჩემი სათქმელი და ჩემ მეგობარზეც და ჩემ მეგობარს დავახასიათე როგორც ისეთ ადამიანად, რომელსაც ეს ჭორი არ ეკადრება. და შემდგომ ეს ჩემ მეგობრისთვის არც მithქვამს. მაგრამ დრო რო გავიდა, მე ცოტა შევალამაზე და რაღაც პატარა ინფორმაციასავით მივაწოდე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვცდილობ ხოლმე რომ მსგავსი რაღაცებით კონფლიქტი არ გამოიწვიო? კონფლიქტი არ გამოვიწვიო და ჩემს მეგობარსაც რაღაც ზედმეტი საფიქრალი არ დაუტოვო. ძალიან კარგი რომ ჩაერია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები აი მეც მქონია სხვათა შორის შემთხვევა, როდესაც უთქვამთ, რომ აი შენზე იცი ესეთი რაღაცა თქვეს და ამ დროს ორი კითხვა მაძუხებს. პირველ რიგში რატო იყო ეს ადამიანი შენთან ესეთი კომფორტულად, რომ ჩემზე ცუდი ილაპარაკა? ესე იგი შენ შეიძლება რამე ცუდი თქვა ჩემზე ადამიანთან და მეორე თუ ასეთი რამე არ ხდება, მაშინ რატომ არ ჩაერია და რატო არ დამიცავ, იმიტომ რომ მეგობარი ხარ თუ უბრალოდ რა ვიცი ჭორების მომსმენი, ხო? როცა ჩემ მეგობარზე თქვეს მსგავსი რაღაც ის პიროვნება დიდად ახლოს არ იყო ჩემთან და არც იცოდა რომ ესეთი ახლოს ვიყავი და რაღაც და მაგიტო ჩათვალა რომ რაღაც კომფორტულად იყო ალბათ ჩემთან და ჩაოლებრივ გავიდოდა იქ. მაგრამ ვერა. ძალიან კარგად მოგწეულ ხარ. მქონია თუ არა ესეთი შემთხვევა რომ მთელი კლასი შენზე რაღაცას ლაპარაკობს და როგორ მოგვარე ეს სიტუაცია? ჯერჯერობით არ მქონია ეგეთი შემთხვევა რომ ჩემზე ელაპარაკა მთელ კლასს. მაგრამ თუ მექნება მომავალში ესეთი შემთხვევა, ალბათ მოვაგვარებ უფრო ყველას ერთად დაველაპარაკები, ასე შევკრებთ, რომ აი რა პრობლემა აქვს ჩემს მიმართ, რა მეკითხვა თუ აქვს და ესე ერთობლივად გადავჭრით. ყველანაირი ზედმეტი კონფლიქტის და ხმაურის გარეშე. ანუ გაბუტვა და მსგავსი რაღაც შენი აზრით არ არის ხო გამოსავალი? არა, როდესაც ადამიანთან კონფლიქტი მაქვს, ყოველთვის ვცდილობ რომ მას ეს ზურგს უკან კი არ ვილაპარაკო, არამედ მივიდე და პირისპირ თუ რამე აქვს ჩემთვის სათქმელი, მითხრას პირისპირ, ყოველთვის მირჩევნია ზურგს უკან ლაპარაკს და ასე ჭორების მოგონებას, მივიდე და პირდაპირ ერთ-ერთში დავილაპარაკოთ. შენანი, შენ როგორ მოიქცეოდი? თუ თქვათ გქონია ეგეც მითხარი და თუ არა, მაგ შემთხვევაში როგორ მოიქცეოდი? არ მქონია მსგავსი შემთხვევა ჩემ კლასთან. რა არ მახსენდება მსგავსი რაღაც. და თუ იქნება როგორ მოიქცევი? პირველ რიგში ვეტყვი დედა ჩემს. იმიტომ რომ დედა არის ის პიროვნება, რომელთანაც
ძალიან ბევრ რაღაცას ვიძახი, ისე რომ არც გამაკრიტიკებს და პირიქით შეეცდება რომ ამაში იპოვოს კარგი და ცუდი და შემდეგ გამოიტანოს დასკვნები და მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებები. თუ დაუშვათ ეს თემა არ მოგვარდება კლასის შიგნით გულისხმობ მასწავლებლის გარეშე, ამ შემთხვევაში უკვე დამრიგებლის ჩარევაა საჭირო. ზოგჯერ სიტუაცია ზედმეტად მწვავდება, ხო? კი. და განსაკუთრებით დიდი როლი აქვს ხოლმე ამაში მშობლებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ კონფლიქტის უფრო გამწვავებით თვითონ უფრო მართლები გამოჩნდებიან და უფრო კარგ შედეგსაც მიაღწევენ. და ამ შემთხვევაში უფრო კი რომ სწორედაც დამრიგებლის ჩარევა ხოლმე საჭირო. იმიტომ რომ მასწავლებელი ცდილობს ხოლმე რომ აი დაუშვათ არ გადაახარისხოს რომ ეს კარგ სიძახის და ის ცუდს, არა პირიქით რომ გაანეიტრალოს სიტუაცია. ეს სულაც არ არის, ასე ვთქვათ, ამბის მიტანა მასწავლებელთან, როცა სიტუაცია არ გვარდება, აი მას ერთმანეთზე სულ გაბუტულები ხო არ იქნებით, რაღაცნაირად ვინმე უნდა ჩაერიოს მესამე პირი, ხო? ეს პრობლემა ძირითადად თითქმის ყველა კლასშია ხოლმე, მაგრამ როდესაც უკვე მასწავლებელი ერევა, ნეიტრალური ხდება სიტუაცია და აღარ გრძელდება. ჩემი აზრით არ არსებობს პრობლემა, რომელიც კომუნიკაციით, ან შესაფერისი კომუნიკაციით არ მოგვარდება. და ზოგჯერ უბრალოდ ბავშვებს ეს კომუნიკაციის ფორმები არ აქვთ მასწავლი ჯერ, ანუ მაინც ბავშვები არიან და არ აქვთ ეს კომუნიკაცია იმ დონეზე განვითარებული, რომ კონფლიქტი სწორად გადაჭრან. და ზოგჯერ დიახაც უნდა ჩაერიოს უფროსი. ბოლოს კი მინდა დაასრულოთ ფრაზა, სკოლა ჭორაობის გარეშე იქნებოდა. სკოლა ჭორაობის გარეშე იქნებოდა ძალიან მოსაწყენი. მიუხედავად იმისა, რომ ჭორები ძალიან ცუდი არის, მაინც რაღაცა თუ წარმომიდგენია სკოლა ჭორაობის გარეშე. მე მადლობა გულწრფელი პასუხისთვის. ანი, შენ როგორ ფიქრობ? სკოლა ჭორაობის გარეშე იქნებოდა ადგილი, სადაც ბავშვები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ განათლებას. და არა სხვების ცხოვრების განხილვას, ხო? ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი პოდკასტი. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.